კონკრეტულად კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, არის ის, რომ კონსტიტუციის, ასე ვთქვათ, თუ კონსტიტუციის ცვლილებაზე არის საუბარი პროცესი, ფაქტიურად უნდა დაიწყოს თავიდან შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ კონსენსუსი არ არსებობს და ეს დოკუმენტი თუ ასე ვთქვათ, აი ამ ფორსირებულ რეჟიმში ჩვენ და საზოგადოებას და ამ ქვეყანას თავს მოახვევს ამას ქართული ოცნება, ეს შეიყვანს ქვეყანას პოლიტიკურ ჩიხში, რომლიდანაც უკან გამოსვლა ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. ამიტომ სანამ კიდევ არსებობს ამისი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, რომ უნდა გადავადეს ზოგადად ამ საკითხზე საუბარი და ფაქტიურად თავიდან უნდა დაიწყოს ამაზე მსჯელობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ქართული ოცნებისთვის ეს იქნება, ასე ვთქვათ, მიუღებელი, იმიტომ რომ ისინი უკვე ძალიან ღრმად შევიდნენ პროცესში, როგორც ჩანს, აშკარაა, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ საკითხზე არ იყო ჩამოყალიბებული, როდესაც პროცესი დაიწყო და შემდგომ, როდესაც პროცესმა განვითარება პოვა, როგორც ჩანს, მისი პოზიცია იმგვარად ჩამოყალიბდა, რომ მოუწიათ აი ამ ფორსირებულ რეჟიმში ძალიან მახინჯი გადაწყვეტილებების მიღება და მე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად ყველა ხელისუფლება ამ ქვეყნის ისტორიაში არის ასე თუ ისე დამნაშავე კონსტიტუციასთან უდიერ დამოკიდებულებაში, აი ესეთი ცინიკური დამოკიდებულებას ქვეყნის მთავარი დოკუმენტის მიმართ, რომელიც გამოავლინა ქართულმა ოცნებამ, მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიას, თანამედროვე პოლიტიკურ ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს. ქალბატონ სალომე, ახლა თქვენ ამბობთ, რომ ეს ივანიშვილის ჩარევის შედეგია, აი თქვენს წინ რესპონდენტი ჩვენი ქალბატონი ინაშვილი ამბობდა, რომ ეს უფრო კლირიკაშვილი